გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ესე იგი ჩვენ გერმანულ ენაში უნდა ვისწავლოთ denn, ანუ რადგან. ესე იგი denn ქართულად ნიშნავს რადგან და დღეს უნდა წავიკითხოთ პირველ რიგში მაგალითების, ანუ წინადადებები უნდა წავიკითხოთ, სადაც იქნება გამოყენებული აი ეს denn და მერე გაკვეთილის მეორე ნაწილში უნდა გადავიდეთ, უნდა წავიკითხოთ შეტყობინებები და უნდა გადავთარგმნოთ. აი ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ მაგალითებს, ეკრანზე ხედავთ წინადადებებს, სადაც არის გამოყენებული denn. მოდით წავიკითხოთ. პირველი. Ich lerne Deutsch, denn ich will in Berlin studieren. Ich lerne Deutsch, ანუ მე ვსწავლობ გერმანულს, denn რადგან ich will in Berlin studieren. მე მინდა ბერლინში სწავლა. Ich gehe heute nicht zur Arbeit, denn ich bin krank. Ich gehe heute nicht zur Arbeit. Დღეს მე სამსახურში არ მივდივარ, denn ich bin krank. რადგან მე ვარ ავად. რადგან ავად ვარ. Er bleibt zu Hause, denn es regnet. Er bleibt zu Hause. ის რჩება სახლში, denn es regnet. რადგან წვიმს. Ich nehme den Zug, denn er ist schneller. Ich nehme den Zug, ანუ მე მატარებლით წავალ, ან მატარებელს გავყვები, denn er ist schneller, რადგან ის უფრო სწრაფია. Ich trinke Tee, denn ich mag keinen Kaffee. Ich trinke Tee, მე ვსვამ ჩაის, denn ich mag keinen Kaffee, რადგან მე არ მიყვარს, არ მომწონს ყავა. Sie kauft das Kleid nicht, denn es ist zu teuer. Sie kauft das Kleid nicht. ის ამ კაბას არ ყიდულობს, denn რადგან es ist zu teuer, ის ძალიან ძვირია. Ich gehe nach Hause, denn es ist spät. Ich gehe nach Hause. მე მივდივარ სახლში, denn es ist spät. რადგან გვიანია. Ich esse nichts, denn ich bin nicht hungrig. Ich esse nichts, მე არაფერს ვჭამ, denn ich bin nicht hungrig. რადგან არ ვარ მშიერი, ანუ არ მშია. მოდით კიდევ ერთხელ წავიკითხოთ ეს მაგალითები. Ich lerne Deutsch, denn ich will in Berlin studieren. Ich gehe heute nicht zur Arbeit, denn ich bin krank. Er bleibt zu Hause, denn es regnet. Ich nehme den Zug, denn er ist schneller. Ich trinke Tee, denn ich mag keinen Kaffee. Sie kauft das Kleid nicht, denn es ist zu teuer. Ich gehe nach Hause, denn es ist spät. Ich esse nichts, denn ich bin nicht hungrig. აი ეს იყო ჩვენი მაგალითები, წინადადებები, სადაც იყო გამოყენებული denn. ახლა გადავდივართ, ესე იგი, უნდა წავიკითხოთ მესიჯები, უნდა წავიკითხოთ შეტყობინებები და მერე უნდა გადავთარგმნოთ. ესე იგი, ich habe Geburtstag. ანუ მე დაბადების დღე მაქვს. Das müssen wir feiern. ეს უნდა აღვნიშნოთ. Morgen ab 19 Uhr bei mir. ხვალ 19 საათიდან ჩემთან. Kommst du? მოდი ხარ? აი ეს არის ჩვენი მთავარი შეტყობინება. Ich habe Geburtstag, ანუ მე დაბადების დღე მაქვს. Geburtstag არის დაბადების დღე. Das müssen wir feiern, ეს ჩვენ უნდა აღვნიშნოთ. Feiern არის აღნიშვნა. Morgen, ანუ ხვალ, ab 19 Uhr, 19 საათიდან, bei mir, ჩემთან, kommst du, მოდი ხარ? ახლა წავიკითხოთ, მოდით, პასუხები ამ შეტყობინებაზე. პირველი ჩვენი პასუხი. Tut mir leid. Ich komme nicht. Mein Hund ist krank. Bis bald. Tut mir leid ნიშნავს წუხვარ. ბოდიში წუხვარ. Ich komme nicht, მე არ მოვდივარ, ვერ მოვდივარ. Mein Hund ist krank.
ჩემი ძაღლი ავადაა. Hund არის ძაღლი, krank ნიშნავს ავად. Bis bald ანუ დროებით. შეხვედრამდე. გადავდივართ მეორე პასუხზე. Ich habe leider keine Zeit. Ich muss bis 23 Uhr arbeiten. Ich habe leider keine Zeit ნიშნავს სამწუხაროდ მე დრო არ მაქვს. Leider ნიშნავს სამწუხაროდ. Zeit არის დრო. Ich muss bis 23 Uhr arbeiten. მე 23 საათამდე უნდა ვიმუშაო. Ich muss arbeiten ნიშნავს მე უნდა ვიმუშაო. ახლა გადავიდეთ მესამე პასუხზე. Ich danke dir für die Einladung. Ich habe mich sehr gefreut. Leider geht es morgen nicht, denn Nino ist zurzeit im Krankenhaus. Ich muss mich die Kinder kümmern. Es საკმაოდ გრძელი პასუხია. Ich danke dir, ანუ მე მადლობას გიხდი, für die Einladung მოწვევისთვის. Einladung არის მოწვევა. Ich habe mich sehr gefreut, ანუ ძალიან გამიხარდა, ძალიან მე სიამოვნა. Leider geht es morgen nicht. მაგრამ სამწუხაროდ ხვალ არ გამოდის. Denn რადგან Nino ist zurzeit im Krankenhaus. Nino ამჟამად, zurzeit ამჟამად ახლა არის საავადმყოფოში. Krankenhaus არის საავადმყოფო. Ich muss mich die Kinder kümmern. მე ბავშვებს უნდა მივხედო. უნდა მოვუარო, ბავშვებს უნდა მივხედო. გადავდივართ მეოთხე პასუხზე. Vielen Dank für die Einladung. Leider kann ich nicht kommen, denn ich fliege morgen nach Hause. Ich bleibe 2 Wochen bei meinen Eltern. Vielen Dank, დიდი მადლობა für die Einladung, მოწვევისთვის. Leider kann ich nicht kommen, სამწუხაროდ ვერ მოვალ, ვერ მოვდივარ, არ შემიძლია მოსვლა. Denn ich fliege morgen nach Hause, რადგან ხვალ მე მივფრინავ. Ich fliege ნიშნავს მე მივფრინავ nach Hause სახლში. Ich bleibe 2 Wochen, მე ვრჩები, დავრჩები 2 Wochen, 2 კვირა bei meinen Eltern, ჩემს მშობლებთან. ახლა გადავდივართ ბოლო ნაწილზე, აქ გვაქვს richtig oder falsch, ან სწორია თუ არასწორი. აქ გვაქვს წინადადებები, 4 წინადადება გვაქვს, რადგან 4 პასუხი გვქონდა შეტყობინებაზე. თითო პასუხზე თითო წინადადება, უნდა წავიკითხოთ წინადადება და თქვენ უნდა დამიწეროთ სწორია თუ არა ეს წინადადება. პირველი, Sie kommt nicht, ის არ მოდის, denn ihr Hund ist krank. რადგან მისი ძაღლი ავად არის. მეორე, hat morgen keine Zeit. მას ხვალ დრო არ აქვს. მესამე, kann nicht kommen, denn ist im Krankenhaus. Kann nicht kommen, ის ვერ მოდის, denn რადგან ist im Krankenhaus, ის საავადმყოფოშია. მეოთხე, bleibt 2 Wochen in einem Hotel. ის 2 კვირა ერთ სასტუმროში დარჩება.